ხშირად ერთმანეთს ვახსენებთ წყვილები ამას. ხო? 20 წლის წინ ძვირფასო რა კარგი იყავი, ხო? და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით მომეწონა, სრულიად სხვანაირია არის. ზოგს აქვს ეს მოთხოვნილება, რომ აი ეს პირველადი ცეცხლი სულ უნდა იყოს. ადამიანებს ავიწყდებათ ხომ და გვავიწყდება, რატომ შევხვდით ამ ადამიანს, რატომ გადავწყვიტოთ, რომ ამ ადამიანთან ერთად გაგვეტარებინა ბევრი წელიწადი. რა ხდება მაშინ, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი უფრო სწრაფად ვითარდება? რაღაცნაირად შეიძლება, რომ საერთო ცეკვა მოიძებნოს, რაღაც ახალი შექმნან ერთად. რა არის ეს საბაზისო უნარები, ან თუ შეიძლება რაღაცა გამოცდილებების ჩაშენება წყვილში? ნებისმიერი რამ, რაც მე თავს საჭიროდ მაგზნობინებს და საზრის მაპოვნინებს ცხოვრებაში, არის სრულიად ადაპტური და ფუნქციური. რა იქნებოდა ის ძირითადი რჩევები, რომელსაც მივცემდით მას დღეს? კრიზისი არ არის სამყაროს დასასრული. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის აღზრდის პოდკასტში. დღეს მინდა შემოგთავაზოთ თემა, სადაც განვიხილავთ წყვილების დინამიკას. კრიზისს, რომელიც შესაძლოა ყველასთვის კრიზისი არ არის, ურთიერთობის ფორმებს, რა ეტაპებს გადის წყვილი, მანამ სანამ მშობელი გახდება და შემდგომ. და სწორედ ამ თემით შემოგვიერთდა ლილი ხეჩუაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ჩვენი სივრცის თანადამფუძნებელი. გამარჯობა. მოგესალმები ლილი. საკმაოდ დიდი თემით მოგიყვანე, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იქნება შესაძლებლობა დაინახონ მშობლებმა და წყვილებმა საკუთარი თავი და მოხდეს იმ კრიზისების და იმ გამოწვევების, რომელიც მათ ცხოვრებაში არის, რაღაცნაირად სხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობა მიეცეთ და გარკვეული ტიპის ესე ვთქვათ კრიზისების ნორმალიზებაც მინდა რომ მოვახდინოთ. ამიტომ პირველი კითხვა მექნება ესეთი, რა ეტაპებს გადის ზოგადად წყვილი თავისი განვითარების ეტაპები აქვს და ზოგჯერ გგონია, მეც ძალიან ხშირად ესე ვფიქრობდი, როგორც მეწყვილე, რომ რაღაცნაირად წყვილის განვითარება თითქოს მშობლობით მთავრდება და მერე მთელი ფოკუსი არის შვილებზე და ჩვენც თითქოს ფონად მიუყვებით ბავშვებს და სინამდვილეში როგორ არის ეს ამბავი? სინამდვილეში სხვანაირად არის. პირველ რიგში გამარჯობა კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, უშველებელი თემა გქონდა საუბრად, რადგან ყველას გვეხება. პირდაპირ თუ ირიბად, ყველა ვართ შვილი, ყველა ვართ ურთიერთობაში სხვადასხვა დროს, შესაბამისად ყველას გვეხება ეს თემა. ესე მოკლედ ძალიან გამიჭირდება რა გეპასუხოთ, თუმცა ამოდი ბოლოდან დავიწყებ, რომ შვილის გაჩენით არ სრულდება წყვილის ურთიერთობა, ალბათ მნიშვნელოვნად იწყება სრულიად ახალი ეტაპი. თავისთავად ესე განვითარების ეტაპებზე რო ვისაუბროთ, ბევრ შრეს გადის, ასე ვთქვათ, წყვილი ურთიერთობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის წვილის ეგრეთ წოდებული პირველადი პიროვნების ფორმირება, როგორც ეძახით ხოლმე, ხო, წყვილთა თერაპიაში. ანუ როდესაც ორი დამოუკიდებელი ადამიანი, ორი ინდივიდი, პიროვნება ხვდება ერთმანეთს და ერთად ქმნიან რაღაც ახალს. აქ ცხადია, ბევრნაირი დინამიკა შეიძლება შეგხვდეს, რადგან ყველა თავისი ისტორიით მოდის, ყველა თავისი სცენარით მოდის და ჩვენი სცენარები შეგვაქვს მეორე ადამიანთან ურთიერთობაში, ხო? ცხადია, დასაწყისში უფრო ზედაპირზე არის ეს ურთიერთობა იმ თვალსაზრისით, რომ არის რაღაცა, რასაც ვამჩნევთ მეორე ადამიანში და რაც ესე გამოგვედება ხოლმე, რაც გაგვეჩერებს მასთან, რომ ცოტა მეტად დავაკვირდეთ, ეს ცოტა მეტაფორულად რო ვთქვათ, ხო? და ყოველთვის არის რაღაცა, რაც ჩვენ გვეხმიანება, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიიდან მოგვაქვს რაღაც ამ თემას ალბათ მე მოგვიანებით გავშლით, ხო? თუმცა ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც ურთიერთობა ნელ-ნელა ინტენსიური ხდება და სიღრმეში გადადის, იცნობენ ადამიანები ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობ იმით, რომ ყვებით ჩვენ შესახებ ამბებს. აი აქ ნელ-ნელა ჩდება ის შრეები, რომელიც თავიდან უხილავია, ასე ვთქვათ. და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით მომეწონა, სრულიად სხვანაირია არის რეალურად, ვიდრე თავიდან მეგონა, ზუსტად იმიტომ, რომ იმაზე მეტის დანახვას ვიწყებ, ვიდრე ის რაღაცა, რაც ჩემთან რეზონანსში მოდის. შესაბამისად, აი კონფლიქტის, დაპირისპირების
დებატის თუ კამათის ეტაპიც დგება ხოლმე ამ დროს ძალიან ხშირად, რაც თავისთავად სულაც არ არის ცუდი და ნეგატიური, რადგან ჯანსაღი კომუნიკაცია რეალურად დაპირისპირებასაც მოიცავს, ხო? ასთა სხვადასხვაობასაც მოიცავს. ის რომ წყვილი არ კამათობს, ერთმანეთს ყოველთვის ყველაფერში ეთანხმება და ასე ვთქვათ, კონფლიქტი არ არის და სიამტკბილობაში ცხოვრობენ, მოდი ესე ვთქვათ. აქ მე კითხვის ნიშანს ხომ და ეს არის ერთ-ერთი ესეთი წითელი red flag-ი, რასაც ეძახიან, ხო, როგორც ამბობენ დღეს, რადგან შეუძლებელია მეორე ადამიანთან სრულ რეზონანსში იყო ისე, რომ რაღაცაში განსვლა არ გქონდეს, იმიტომ რომ ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს. შესაბამისად, აი ეს არ ვკამათობთ არის კარგად შეფუთული, შენიღბული, განდევნილი პატარ-პატარა წყენები გაზები, გამკლავების ესეთი საშუალება, რომელიც ხშირად არის ხომ ესეთი შერწყმის კონფლუენციის მდგომარეობაში ყოფნის მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, როდესაც მე ვერ ვანსხვავებ მე და შენ სად ვიწყებით და სად ვთავრდებით, ხო? რეალურად ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს კონტაქტში შედიან ერთმანეთთან. ეს კონტაქტი თუ არის ორი მოზრდილის კონტაქტი, ყოველთვის არის მათ შორის მსგავსებაც, ანუ მსგავსების პოლუსიც გვაქვს და განსხვავების პოლუსიც გვაქვს. თუ არ არის ეს ორი მოზრდილის შეხვედრა და არის ბავშვი ბავშვთან, ან მშობელი ბავშვთან, ან მოზრდილი ბავშვთან, ესე პოზიციები რომ დავინახოთ, ხო, სხვადასხვანაირად ამ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე კონფლუენცია, ხშირად არის ის რომ ჩემსა და შენ შორის საზღვარი იკარგება და ამიტომ მე არ ვიცი კამათი რა არის შენთან, იმიტომ რომ ჩემთან კამათი არ გამომდის. შესაბამისად, აი ეს ეტაპი, როდესაც კინკლაობა დავარქვათ, ან კონფრონტაცია დავარქვათ, ეს ეტაპი არის ხოლმე წყვილის განვითარების შემდეგი ეტაპის კარგი ინდიკატორი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ როდესაც არ ვკამათობთ და ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს არის მსგავსების ნაწილი და როდესაც ვიწყებთ ერთმანეთთან დაპირისპირებას, ოღონდ ამ დაპირისპირებას თავისი ფორმები აქვს და თავისი ჩარჩო აქვს და გამოხატვის საშუალებები ცხადია, ფუნქციური და ადაპტური, ეს არის განსხვავების პოლუსი უკვე და ამითი ჩვენ კი ყოველ ჯერზე ვახსენებთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ ერთი არ ვართ, ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ერთი წყვილი ვართ, ერთი მთლიანი ვართ, მაგრამ ცალ-ცალკე ადამიანებიც ვართ. შესაბამისად, მე არ მავიწყდება, რომ მე ვარ და შენ შეხარ. და აქ არის ერთ-ერთი ესეთი ბაზისური წესი, რომ ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ რაღაცებზე შეიძლება ვერ ვთანხმდეთ. კი, მთელი ცხოვრება. ხო, მთელი ცხოვრება იყოს ეს მოცემულობა და ეს უნდა იყოს ეს მოცემულობა. შეიძლება რომ უნდა იყოს და ეს შეთანხმება რომ მოდი შევთანხმდეთ და ჩვენ შეიძლება რაღაცებზე ვერ შევთანხმდეთ, ხო? ეს არის მსგავსების და განსხვავების ერთდროულად აღიარება და ეს არის ადაპტირება, რა თქმა უნდა. და ზუსტად ეს არის აი ეს პირველადი პიროვნება წყვილის, რასაც ეძახით ხოლმე, რომელზეც დგას მე მთელი ყველაფერი დანარჩენი. ქორწინება არის შემდეგი ეტაპი, ხო, რა თქმა უნდა, რომელშიც შემოდის სხვა პასუხისმგებლობები, სხვა ვალდებულებები, სხვა როლები, განურჩევლად იმისა ბავშვი არის თუ არა, ხო? ყოველდღიურობა მოდის, ერთია ესე შეყვარებულობა და დეითინგი და პარტნიორობა, მეორე არის ოჯახი, როდესაც უკვე ერთად ცხოვრობ, თუმცა შეიძლება მანამდეც ერთად ცხოვრობდეს, ხო, წყვილი, თუმცა ერთად ცხოვრება, აი ოჯახი შექმნა კიდე შემდეგი ეტაპი არის, ერთად ცხოვრების დაწყება არის მორიგი ეტაპი, როდესაც კიდევ უფრო ახლოს მიდიხარ იმ ადამიანთან და კიდევ უფრო მეტი შრეჩდება. ყოველდღიური პატარ-პატარა ჩვევები, რომელიც ასევე ჩვენი ნარატივის ნაწილია და ჩვენი ნარატივით მოვდივართ. და სახლში ორი ადამიანი არ ცხოვრობს რეალურად მინიმუმ, ვიცით, მინიმუმ არის მათი ურთიერთობა, ეს მესამე და მინიმუმ არის ორი მშობლები, ეს კიდე პლუს 4 ადამიანი. ამიტომ აი ეს წესი რომ შევთანხმდეთ, რომ რაღაცებზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, ძალიან ქმედითი ხდება ხოლმე ამ დროს. შემდეგი ეტაპი არის უკვე ფორმალური გაფორმება ურთიერთობის, თუ წყვილი ამას გადაწყვეტს. ეს კიდე სხვა პასუხისმგებლობებით მოდის და ასა დეტალებს გადავახტე, ახლა მაგრამ ყველაფერს ვერ მოვიცავთ და არის ბავშვი შემდეგ, ხო, ბავშვის ეტაპი. აი ის მითი, რომ ბავშვი ურთიერთობას შველის თუ რამე პრობლემაა ბავშვით ეს ხო, ასე შემდეგ, ეს არის სრულად მითი, იმიტომ რომ ბავშვს შემოაქვს ფაქტობრივად ახალი რეალობა, სრულიად ახალი თავი წყვილის ცხოვრებაში, ხო? და ხშირად არის ხოლმე რომანტიზებული ეს ამბავი. და რომ მით უმეტეს პირველის შემთხვევაში არის უძილო ღამეები, არის ტკივილი, არის კამათი, არის გადაღლა, გამოფიტვა, უამრავი რამ, ორივე მხრიდან მხოლოდ დედას არ ეხება ეს.
ხო და ამიტომ ის რომ ბავშვზე გადადის ფოკუსი ჯერ ორსულობის პერიოდია ცალკე ამბავი და ბავშვზე როდესაც გადადის ფოკუსი ეს ამყარებს წყულს არა საფრთხეს უქმნის ზოგჯერ წყულს იმიტომ რომ ყურადღება აკლდებათ ერთმანეთის და აქაც იქამდე მივდივართ და ვთანხმდებით რომ რაღაცეები შეიძლება არ იყოს ისე როგორც ერთნაირად გვინდა ისე არ იყოს და რაღაცები არის ახალი და აქ მივდივართ ხელახლა როლების გადანაწილებაზე და რეალურად იდენტობის რესტრუქტურიზაციაზე მივდივართ ანუ მე როგორც დედა ან მე როგორც მამა ახალ როლს ვიმატებ შესაბამისად ჩემი იდენტობა უნდა გადავსინჯო და დავინტეგრირო ეს ახალი როლი და პლუს ჩვენ როგორც წყვილი და როგორც ოჯახი ახალი ორგანიზმი ვხდებით იმიტომ რომ ვიცით მთელი არ არის ნაწილების მექანიკური ჯამი. მე და შენ ვართ ცალ-ცალკე ადამიანები, ერთად ვართ წყვილი და ახალი ორგანიზმი და მესამე რო გვემატება ეს ტრიადა უკვე კიდე ახალი ორგანიზმი. ამიტომ რაღაცეები ისე აღარ მუშაობს როგორც მანამდე. ძალიან საინტერესო თემები გამოვიდა კიდევ, თუმცა არ მინდა დამეკარგოს პირველადი წვილის ნაწილი, იმიტომ რომ ხშირად ერთმანეთს ვახსენებთ წვილები ამას. ხო? 20 წლის წინ ძვირფასო რა კარგი იყავი, ხო? ან ზოგჯერ ისეთი დავიწყებულია ეს პირველადი წვილი, რომ კითხოს როდესაც სოს თერაპევტი თითქოს რაღაცა გაოცების, ახალი ემოციის, ზოგჯერ ცინიზმის ნაწილით შემოდის. აი, რა ხდება, როდესაც გვავიწყდება ეს პირველადი წვილი? რა ეტაპია უკვე წვილის? თემა მით უმეტეს ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის. ეს პირველადი პიროვნება არის ზუსტად ის ხალასი პირველი, რომლითაც ვიწყებთ. ცხადია ცხოვრება თავისაშვება, დრო თავისაშვება, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რამე ემატება ამ წყვილს, გვავიწყდება ზოგჯერ, საერთოდ რა გვინდოთ ამ ადამიანის გვერდით, საერთოდ როგორ დაიწყო, ჩვენც ვიცლებით, ჩვენი პარტნიორიც იცვლება, ანუ ბავშვები, ოჯახი იზრდება, ყველაფერი იზრდება და მატულობს და ნელ-ნელა, როგორც ეძახიან ხოლმე, ყალიბდება წყვილის მეორეული პიროვნება, რომელიც არის ესეთი აი ჯავშნებით, დაძაბულობებით, ბლოკებით და გამოცდილებებით დახონცლული. ამ მეორეულ პიროვნებაში არის პოზიტიურიც, ნეგატიურიც, რა თქმა უნდა, მარტო ნეგატიური არ გროვდება, გამოცდილებებიც გროვდება. თუმცა წლები და დრო და ცხოვრება იმდენად ბევრს აშენებს ამას ზემოდან, რომ ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე და გვავიწყდება, რატომ შევხვდით ამ ადამიანს, რატომ გადავწყვიტოთ, რომ ამ ადამიანთან ერთად გაგვეტარებინა ბევრი წელიწადი, ხო? და თერაპია ახსენეთ. თერაპიულ პროცესში არის ხოლმე ძალიან საინტერესო, მით უმეტეს ხანგრძლივი თანაცხოვრების გამოცდილების მქონე წყვილებთან, რომლებთან შვილები წავთ, სახლი, რაღაცნაირი რუტინა აწყობილი და ასე შემდეგ. აი, არის ხოლმე ძალიან საინტერესო, რომ როდესაც მოდიან პრობლემით, კრიზისით თუ ზოგადი რაღაც გაუგებრობების გამო ერთმანეთთან, როდესაც კითხვას ვსვავთ ხოლმე, რომ როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საოცარი საყურებელია, როგორ ერთმანეთისკენ ტრიალდებიან და იწყებენ მოყოლას და როგორ ეცვლებათ სახის გამომეტყველებაც, ემოციაც, ზოგს ცრემლი აქვს, იმიტომ რომ გვავიწყდება ბუნებრივი ეს ნალექად ნადები ედება და გაწმენდა ჭირდება ამას და ზუსტად ეს არის, რომ ის პირველად პიროვნება არსად არ მიდის, ჭირდება მოვლა. ჭირდება მოვლა და მუშაობა ურთიერთობას. ამიტომ ის ბავშვით არ მთავრდება, ბავშვით იწყება ახალი ეტაპი. თუმცა სამწუხაროდ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც იმდენად ბევრია, რომ ის პირველადი პიროვნება უბრალოდ აღარ არის. უბრალოდ აღარ ჩანს და მე როგორც ყოლის გადაწყვეტილება ხოლმე საით წავიდნენ. თუმცა აი ეს მომენტი, რომ შესაძლებელია ორმხრივი თანხმობის და სურვილის და მოტივაციის და მზაობის შემთხვევაში ის პირველადის გაცოცხლება, იმ კოცონის გაღვივება, ეს ფაქტია თერაპიულ პროცესში ამას ვაკეთებთ ხოლმე როგორც. და შესაძლოა ძალიან დიდი დროც არ იყოს გასული, აი თანაცხოვრების ერთფეროვნებას რო ეძახით, ხო? თითქოს ზოგს აქვს ეს მოთხოვნილება, რომ აი ეს პირველადი ცეცხლი სულ უნდა იყოს, ხო? და აი ეს ნაწილი თუ არ არის, გონია რომ ავტომატურად ეს ეხება, რომ სიყვარულიც არ არის ამ დროს. და რა არის ის გამოცოცხლების მექანიზმები? აი როგორ გამოაცოცხლონ, თუნდაც აი 5 წლის შემდეგ და 8 წლის შემდეგ ხვდებიან, რომ ის პირველადი წვილი იმ ფორმით არ არის, რომელი ფორმაც მათ უყვართ. ხო,
ხო, ესეთი დიდი კითხვა. სხვადასხვანაირად შემიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზე, შევეცდები რაღაცნაირი კომბინირებული პასუხი გაგცეთ. 5 წლის მერე, 10 წლის მერე ისეთი ვერ იქნება. იმიტომ რომ ისინი იგივე ადამიანები არ არიან. აქ არის ესე დავიწყებ, ყოველ დღე იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მე აქ ვარ და აქ ვრჩები. და მე ეს ადამიანი ისეთი მიყვარს და ისეც ვიღებ, როგორც დღეს არის და არა როგორც 10 წლის წინანდელი. ანუ აი ეს განვითარება წყვილის თანაბარი, თანაზომიერი ერთდროული განვითარება და მოძრაობა არის ხომ ეს ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ეს არ განელდეს. თუმცა ცეცხლი ტრანსფორმირდება, მოდი ასე ვთქვათ, ტრანსფორმირდება. თუ ჩაქრობისკენ მიდის, ისევ წყვილის მუშაობის შედეგია, რომ არ ჩაქრეს და შეინარჩუნონ, თუმცა 20 წლის ასაკში როგორებიც ვიყავით, 45 წლის ასაკში და 60 წლის ასაკში, უბრალოდ ვერ ვიქნებით ისეთები, ჩვენ ვიცვლებით და ის კოცანიც იცვლება, თორე არ ჩაქრეს. მაგრამ თუ ჩასაქრობია, ჯობია, ეს კიდე სხვა თემაა, ხა ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ შენარჩუნება შესაძლებელია ზუსტად იმითი, რომ გვახსოვდეს ჩვენი პირველადი პიროვნება და მუშაობდეთ იმაზე, რომ მთლიანად არ დაიფაროს ყოველდღიურობით. ანუ ყოველდღიური ცხოვრების ტერმინებით რომ ვთარგმნოთ, ეს არის ურთიერთობა და ლაპარაკი, კომუნიკაცია, რომელიც არ უნდა გვავიწყდეს პატარა სულელო რაღაცებზე კომუნიკაცია, გარდა იმისა, რომ დღის გაზიარება და კონტაქტზე ყოფნა. შეიძლება მუდმივად კონტაქტზე ვერ იყოს, შეიძლება დღის განმავლობაში, ხო ჩვენ რომელთაც ისეთ სამუშაო გვაქვს, 3-4 საათი შეიძლება ტელეფონი არ ავიღოთ ხელში, ხო? თუმცა კომუნიკაცია ეს არის და საუბარი. აი საუბრის არ დავიწყება არის მნიშვნელოვანი ერთად რაღაცეების კეთება, ეს შვილებთანაც იგივე რჩება ხომ, ხო? ერთად რაღაცეების კეთება, სადღაც წასვლა, რიტუალები, რომელიც რაღაცნაირად აცოცხლებს და აახლებს ხომ და გვახსენებს, რატო ვართ იქ, სადაც ვართ, ხომ? წყვილის თერაპიაში ერთ-ერთი ესეთი დავალება, რასაც წყვილებს ვაძლევთ ხოლმე თუ ამის საჭიროება არის ესეთი 6 კვირის 6 დეითის სავარჯიშო, დაახლოებით ესე ქვია, როდესაც წყვილი დებს პირობას, რომ ყოველ კვირას დათქმულ დროს, როცა თვითონ თანხმდებიან, რაც არ ნახდებოდეს მანამდე მთელი კვირა უსიკვდილოდ მიდიან. და არიან იმ დროს ატარებენ ერთად კონკრეტული აქტივობებით, რომელიც იცვლება ყოველ ჯერზე, თუმცა ეს კომიტმენტი როგორ არის, ეს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ განორჩეულად იმისა, რა ხდება დანარჩენ დროს, აი ესე ნელ-ნელა იხსენებენ ხოლმე, როდესაც არის კრიზისი. ერთად რაღაცის გაკეთება, гаджетების, ტელეფონების, ინტერნეტის და ტექნოლოგიის და სხვა ვირტუალური სივრცეების და ადამიანების გარეშე არის ხოლმე ერთ-ერთი გზა დღევანდელ რეალობ ამ აჩქარებულ ცხოვრებაში. შენელება და ერთად ყოფნა. ხო, ეს. ძალიან საინტერესო გავაგრძელებდი ახლა ამ თემას, მაგრამ არ მინდა რომ მიღება დამრჩეს ის თემა, რაც ახსენეთ. მე ჩემი პარტნიორი და ჩვენი ურთიერთობა. აი ეს რომ დავანახოთ ცოტა უფრო მეტად მაყურებელს, რა იგულისხმება მესამეში, აი როგორ დაინახონ ეს ნაწილი, რომ ჩვენი ურთიერთობა. მე და ჩემი პარტნიორი ვართ, ჩვენ ვქმნით ამ ურთიერთობას. რა არის ეს ჩვენი ურთიერთობის ხო ნაწილი? კი, მე და შენ ვქმნით ჩვენ ურთიერთობას და ეს ჩვენ იქმნება რეალურად ჩვენ შორის სივრცეში, ხო? ველი რომელსაც ჩვენ ვქმნით, ეს ამ მოცემულობაში არის ეს ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა ესე შეგვიძლია მეტაფორულად, სიმბოლურად რაღაცა სახე და ფორმა მივცეთ, კი და დროთა განმავლობაში ეს სახე და ფორმა იცვლება, რა თქმა უნდა, ხო? სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ეს მესამე რეალურად ვართ ჩვენ ერთად. არა მარტო ცალკე მე და მარტო შენ, არამედ ეს არ არის ჩვენი შვილი, ეს განსაზღვროთ ხო? აუცილებლად მადლობა, ძალიან კარგი დამატება იყო ეს და ეს არ არის ჩვენი შვილი. ჩვენი შვილი არის ცალკე პიროვნება, რომელიც ჩვენ ურთიერთობას ეურთიერთება კიდე ცალკე და რომელიც სწავლობს თავის ცხოვრებისთვის სწავლობს ჩვენგან, ჩემგან, შენგან და ჩვენი ურთიერთობისგან. ეს თანამედროვე ტრიადული მოდელი ძალიან ქმედითია დღეს, რომ ეს ურთიერთობა არის ცალკე ორგანიზმი, ანუ ჩვენ წვილი ვართ ეს ურთიერთობა და არა ვუყუროთ კიდევ ამას უნდა ვუყუროთ და დავაკვირდეთ. კი, როგორი დინამიკა გვაქვს ურთიერთობის. მაგალითად, მე რო შენთვის
ჩემი ემოციის გამოხატვა მინდება, როგორ გამოვხატავ და შენ ამას როგორ იღებ. შენთვის რამდენად საკმარისი ან ბევრია ის გამოხატვა, ან ისეთია თუ არა, როგორც მე გამოვხატავ შენ დამი. შენ და პირიქით, შენ რო ჩემ დამი გამოხატავ თუნდაც სიყვარულს, სითბოს და ემოციას, ეს ჩემთვის როგორ მიიღება. მე რამდენად ვიცი შენ რა გჭირდება და შენ რამდენად ვიცი მე რა მჭირდება და ჩვენ რა გვინდა ერთმანეთისგან. როგორია ჩვენი დინამიკა, მე რა ჩახუტება მინდება, შენ მეხუტები თუ ხო უკან იწევი, თუ მე უნდა ვიცოდე, შენ უნდა იცოდე. აი ეს ყველა მწვრილმანის ცოდნა და ეს მოდის ხანგრძლივად ერთად ყოფნიდან და საუბრიდან, ეს ნელ-ნელა აყალიბებს ამ ურთიერთობის ორგანიზმს, ასე ვთქვათ რა. და ეს არ არის ბავშვი. ხო, ეს არ არის ბავშვი და ეს ჩემთვის ახლა ძალიან გავს ცეკვას, სადაც თითქოს ვიცით ეს მოძრაობებიც ვიცით, ნაბიჯს რო გადმოდგავ, მე ვიცი როგორ დავიცვა ეს სივრცე, ჩემი პირადი სივრცე, ვიცით ჩვენი ტემპი, მაგრამ რა ხდება, როდესაც წყვილიდან ერთი სხვა ცეკვას სწავლობს და მეორე ეს ცეკვა არ იცის, ანუ ეს მეტაფორულად რა ხდება მაშინ, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი უფრო სწრაფად ვითარდება, იზრდება პიროვნულად და მისთვის საინტერესო არ არის ის ცეკვა, ის პირველადი წყვილი, სადაც ამბობს, რომ ნუ ხო, რა ვიცი, მაშინ ძალიან საყვარელი და ლამაზი იყო და ეხლა მეცინება რის გამო შევუღლდით თუნდაც. ხო. ცირა ბევრნაირად შეიძლება განვითარდეს ეს ამბავი. ცეკვის მეტაფორა ძალიან ისეთი ლამაზი და ქმედითია. სხვათა შორის თერაპიაში არის, თერაპიაშიც გვაქვს ცეკვის ნაბიჯები და ზუსტად აი ამ ერთად მოძრაობას მოიაზრებს, როცა ზოგჯერ ფეხს ვებიჭებთ ერთმანეთს, მაგრამ ნელ-ნელა ვეწყობით, ხო? თუ ეს რუტინად იქცევა და საინტერესო აღარ არის მეორესთვის, აქ ერთი ვარიანტი არის ის, რომ გავჩერდეთ და შევხედოთ ერთმანეთს და ვიკითხოთ, რომ გვინდა კი ამ ცეკვის გაგრძელებთ, რაღაც ახალი ნავისწავლოთ ერთად. ხო. ან მე მზად ვარ რომ ვასწავლო ჩემს პარტნიორს. ხო, შემდეგი ეს არის რომ მე ჩემი ცეკვა რამდენად შემილია ვასწავლო ჩემ პარტნიორს და მას რამდენად აინტერესებს ეს და პარტნიორს ვკითხოთ, მასთან რა ხდება, იქნებ იმას სულ სხვა ცეკვა აინტერესებს, იმასაც სხვა ცეკვა აინტერესებს. და რაღაცნაირად შეიძლება რომ საერთო ცეკვა მოიძებნოს, რაღაც ახალი შექმნან ერთად. თუ ესე არ ხდება, მაშინ თან ხვდებიან რომ სხვადასხვა ცეკვა იცეკვან. ეს უკვე სხვა ამბავია. და ამ მეტაფორას გავყვები, ახლა მაყურებლებზე გადავალ, რომლებიც ჩვენ გგონია რომ მაყურებლები არიან, მაგრამ სინამდვილეში მონაწილეები, ანუ მშობლები. მშობლები, რომლებიც უბრალოდ გგონია რომ ჩვენი წყვილის მაყურებლები არიან, შეიძლება მართლა პასიურად არიან ჩვენი ცხოვრებისთვის, მაგრამ რა როლი აქვს? ანუ ძალიან სწორად და ზუსტად აღნიშნეთ, რომ ჩვენი წყვილი მარტო ჩვენ არ ვართ, ეს არის ჩვენი ურთიერთობა და ის ნარატივები, რითიც მოვედით ჩვენ ერთად. როგორია მათი გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე, წყვილის ურთიერთობაზე? ეს კიდე ერთი მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ კუნძულები, თითოეული ადამიანი იბადება ოჯახში. განურჩევლად იმისა, ეს ოჯახი როგორი კომბინაციით არის, დედა, მამა, ორი დედა, ორი მამა, ბებიები, დიდი ოჯახი იქნება ეს თუ ნუკლეარული ოჯახი, ჩვენ ყველანი ვართ სისტემის ნაწილები, ყველა ვიბადებით რომელიღაცა სისტემაში, რომელიღაცა ნარატივის ფარგლებში. კულტურას რო თავი დავანებოთ, ოჯახზე ვისაუბროთ, ხო? შესაბამისად, მე ეს ნარატივი თან მომაქვს, მე ვიზრდები იმ გარემოში, რომელშიც ვარ, სწავლობ იმ გარემოში, აი წაღარ ვთქვი, რომ ჩვენი ურთიერთობა, როგორც მესამე ცალკე ორგანიზმი ცალკე კონტაქტება ბავშვს და ბავშვი იმ ურთიერთობიდანაც სწავლობს, ხო? ჩვენ ოჯახში ვსწავლობთ ქცევას, ნორმებს, პატერნებს, ზუსტად იმქიდან, რასაც ვუყურებთ და ჩვენ ვუყურებთ ჩვენ მშობლებს, ხო? შესაბამისად, მშობლები თან მიყვავს, როდესაც მივდივართ პარტნიორთან ერთად ახალი გზის დასაწყებად. სულ არ იყვნენ ჩვენ ცხოვრებაში ფიზიკურად ჩართულები, სულ ცოცხლები არ იყვნენ ამ ქვეყანაზე, აღარ ცოცხლობდნენ, მაინც თან მიყვავს, იმიტომ რომ მშობლების ინტერნალიზებული ხატი ყოველთვის ჩვენთან არის და ეს ხმა ყოველთვის ისმის ჩვენთან. მეტნაკლებად ზოგი ვუსმენთ, ზოგი ნაკლებად ვუსმენთ, გააჩნია ვის როგორ აქვს, ხო, დალაგებული, თუმცა მშობლები თან მიყვავს. ამიტომ მათი გავლენა ძალიან დიდია და იმაზე დიდია, ვიდრე შეიძლება ჩვენ ვაცნობიერებდეთ. და აი თერაპიული პროცესი სხვათა შორის ერთ-ერთი რასაც ვაკეთებთ თერაპიის პროცესში, ზუსტად ამ ნარატივების ზედაპირზე ამოტანაა და იმ განსხვავებები, რომელიც ამ მსგავსებები წყვილებს შორის, წყვილის პარტნიორებს შორის არის ხოლმე, ძალიან ხშირად ზუსტად აქედან მოდის. და ძალიან ცხადია ხოლმე, როგორ მოყავთ თავიანთი მშობლები და ოჯახები
იქ სადაც თვითონ არიან, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან და კამათი რომელსაც შეიძლება ქრონიკული სახე კონდეს წყვილის პარტნიორებს შორის, იყოს რეალურად მშობლებს შორის კამათი და არა მათ შორის კამათი. ხო, ძალიან დიდია ეს გავლენა, თუმცა ეს გავლენა მარტო ნეგატიური არ არის, აქ პოზიტიური გავლენაც მას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ესეთები იმიტომ ვართ, რომ ის ადამიანები იყვნენ, ხო? ამიტომ გამოსავალი თუ ვამბობთ, რომ როგორ შეიძლება რომ დავიინტეგრიროთ მშობლები ჩვენ ურთიერთობაში და ხელი არ შეგვიშალონ და ხელი შეგვიწყონ, პირიქით არის სწორედ ის, რომ ცნობიერად ვიცოდეთ, ანუ ვიცნობდეთ საკუთარ თავს და მე ვიცნობდეთ პარტნიორს, რომ შენთან ესე იყო, ჩემთან ესე იყო, ამიტომ შვები მე ამას ესე, შენ ამას ესე. და შესაბამისად კინკლაობის საფუძველიც მცირდება და მახსენდება ერთი კონკრეტული მაგალითი, ფანტასტიკური წყვილი, რომელიც ინტენსიურად დადის და რეგულარულად დადის თერაპიაზე, არის ზუსტად აი ძალიან კარგი მაგალითი ამ განსხვავებების, როდესაც რაღაცა ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად მოვიდნენ თერაპიაზე და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ამ კონკრეტული საკითხის გამო და ვერ არკვევდნენ, რაში ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ რამდენიც არ ვეძებეთ, მივედით იქამდე, რომ ერთის ოჯახის ისტორია იყო მყარად დაფუძნებული, დამყარებული უძრავი ქონების ფლობაზე და ეს იყო მათი გრაუნდი, სიმყარე, დამიწება და მეორესთვის პირიქით ეს იყო ტვირთი. მშობლების გამოცდილებიდან შესაბამისად ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა ემართათ ეს საკითხი. და როგორც კი ნათელი გახდა მათთვის, რომ ეს არ არის მათი ამბავი, ეს არის მათი ოჯახების ამბავი, ამადგან გამოცალკევება და ცალკე ერთად წყვილმა ცალკე მე როგორც ცალკე ორგანიზმმა მიიღო მე კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს არის ერთ-ერთი პატარა მაგალითი. მშობლები ჩვენთან ერთად არიან. უბრალოდ ვიცოდეთ რა არის. ხო და რაღაცნაირად შევთანხმდეთ ამ მშობლების ჩართულობაზეც, ანუ რამდენად შემოუშვათ და ეხლა სინამდვილეში ჩართულობაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, მეც ერთი მაგალითი გამახსენდა, სადაც წყვილი ფიზიკურად ცალკე ცხოვრობს, ანუ მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს, მაგრამ ერთ-ერთი პარტნიორის სურვილია ესეთი, რომ რა მოხდა, როდესაც ჩვენ სახლში არ ვართ, ამოვიდეს დედა და დაალაგოს ჩვენი სახლი. ხო? ანუ ერთი შეხედვით ადამიანს შემოაქვს წესრიგი ჩვენ სახლში, ჩვენ რომ ამის დრო არ გვაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მეორე პარტნიორის მხრიდან აღიქმება როგორც საზღვრის დარღვევა. ხო? აი რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები აბსოლუტურად კეთილი ნებით გაგიკეთებს საჭმელს, დაგილაგებს სახლს, შემოდიან სივრცეში წყვილთან, რა გავლენა აქვთ მათ, როდესაც საზღვრებს არ ყვევენ? ხო, ეს ძალიან ისეთი დილემური ამბავია თანამედროვე რეალობაში, მით უმეტეს, როდესაც ეს არის ორივე შეთანხმებით, მაშინ საზღვრის დარღვევა არ გამოდის და არის დახმარება რეალურად. როდესაც ერთი თანახმა და მეორე არა, რეალურად ეს არის სივრცეში შემოჭრა და სივრცის დარღვევა. აქ მათი შეთანხმების ამბავია, ალბათ ნახეთ, აქ კიდე ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ მშობელი თვითონ სთავაზობს და შვილი უარს ვერ ეუბნება. ესეც საზღვრის დარღვევა, აქ უკვე სად არის საკითხის აძებარი, უკვე კითხვის ნიშანი ჩდება, ხო? თუმცა ისე იქამდე მივიდივართ, წყვილი როგორც ერთი მთლიანი პიროვნება თუ იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ კონფლიქტი სამოწურულია და საზღვრის დარღვევაც და სივრცეში შემოჭრადაც არ განიხილება ამ შემთხვევაში. თუ განიხილება ერთ-ერთის მხრიდან, მაშინ რაღაც ალტერნატიული გზები უნდა მოძებნონ და ეს უკვე მათი გადასაწყვეტი ამ დასეთი ცალსახა. ხო. და თან როდესაც თავადაც ვერ ასახელებ, აი ეს მინდა რომ დავინახოთ, ახლა როდესაც თავად ვერ ასახელებ რა არის პრობლემა, ვთქვათ აი რომ მოვიდა და დაალაგა, აქ რა არის პრობლემა, ან საჭმელი რომ გააკეთა, ხო? შესაძლოა ეს იყოს ჩემი მშობლის ნარატივი, რომელსაც არ ქონდა კარგი ურთიერთობა თავის სრულიად შესაძლებელია. სრულიად. ეს პირდაპირ არ იყოს ჩემი ამბავი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არ იყოს ჩემი ამბავი. ისევ იქამდე მივდივართ საუბარი და საკუთარი თავის ცოდნა, ხო? იმიტომ რომ მე შეიძლება მაღიზიანებდეს რაღაც, მაგრამ რადგან მაღიზიანებს ეს რაღაც ჩემში არის, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ჩემი გამოცდილება. ეს შეიძლება იყოს ჩემი მშობლების გამოცდილება და აქ უკვე შემოყავს მშობლები და იმათი მშობლები კიდე რა. ამიტომ ეს პატერნები, რომელიც ესე თაობიდან თაობაზე გადადის, იმაზე ბევრია წყვილის ურთიერთობაში, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს კი. კარგი. ეხლა გამახსენდა ესეთი
ამბავი სტატისტიკები ქვეყნდებოდა კოვიდის დროს. აი როცა საუბრობ რომ დაკონტაქტება, ხო? კოვიდის დროს ესეთი ხშირად გაგვიგია რომ აი კოვიდმა, როდესაც ყველა სახლში ერთად დაგსვა, სინამდვილეში გამოიწვია ისეთი კონფლიქტები, რომ რაღაცა სტატისტიკა იყო, რომ ძალიან ბევრი წყული დაშორდა ამ დროს. ხო, განქორწინების სტატისტიკა იყო ძალიან მაღალი. სინამდვილეში რა მოხდა? როგორ ფიქრობ, ლილი? ხო, სინამდვილეში ბევრი სხვადასხვა რამ მოხდა, სხვათა შორის კოვიდის პერიოდში ეს სტატისტიკაც იყო, გაიზარდა ოჯახური ძალადობა. გენდერული ძალადობაც გაიზარდა, მიმართვიანობაც გაიზარდა და ამგრძალავი და შემზღუდავი გაცემული ორდერების რაოდენობაც გაიზარდა ამ პერიოდში. სინამდვილეში ალბათ ერთ-ერთი დაშვება და ვერსია რაც შეიძლება იყოს, მოხდა ის, რომ ადამიანებს იმაზე მეტხანს მოუწიათ ერთად ყოფნა და ერთმანეთთან კომუნიკაცია, ვიდრე მანამდე უწევდათ. და როდესაც მთელი დღე გასული ხარ და საღამოს შეიძლება 2 საათი დაეკონტაქტო ადამიანს იქ კონფლიქტისთვის შეიძლება არც გეცალოს, არც თავი გქონდეს, დაღლილიც იყო, გეძინებოდეს, სხვა საქმე გქონდეს, ბავშვები და ასე შემდეგ. და როდესაც 24 შვიდში სახლში უწევდათ ერთად ყოფნა, რეალურად ძალიან ბევრისგან მეც მსმენია, რომ თავიდან გავიცანი ჩემი ოჯახის წევრები. და აი ზუსტად ის ეტაპები, რაზეც ვისაუბრეთ, რომ თავიდან დაპირისპირება კონფლიქტი, სადღაც იქით წავიდნენ და თავიდან მოუწიათ ადამიანებს ხშირად ერთმანეთის გაცნობა. ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ეს. ალბათ ისიც რომ შეიძლება ჩვენი სახლიდან გასვლა იყოს ჩვენი კონფლიქტთან გამკლავების მექანიზმი და არა მოგვარების და შესაძლოა ის ერთად რო აღმოჩნდით კიდევ უფრო ახლოს შევხედეთ იმ კრიზისს და რაღაცა გადაწყვეტის ეს მექანიზმი ავირჩიეთ რომ კი გარდაუვალი შეიძლება გახდა, იმიტომ რომ გასვლა და წასვლა სიტუაციიდან ერთ-ერთი სტრატეგია არის ხომ გადავადების ასე ვთქვათ კონფლიქტის მოგვარების კი. ბავშვის ნაწილსაც შევეხოთ ლილი და ხან ორივე მშობლის ხან თითო მშობლის წუწუნი გაგვიგია რომ აი რაღაცნაირად მთელი თავისი რესურსით გადაერთო ბავშვზე მე გავხდი მეორე ხარისხოვანი ბუნებრივად ესეც ხდება ქალის ცხოვრებაში ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ძვრებია ეს ბავშვი გადის ამ კრიზისს ჩვენთან ერთად პირველ ბავშვთან სხვა მოლოდინებია დანარჩენ ბავშვებთან კიდევ სხვა ჩვენი დამოკიდებულებებიც იცვლება ჩვენც უფრო ადაპტირებულები ხდებით და ცოტა რო გადავახტეთ ამ ეტაპებს და გადავიდეთ იმ ეტაპზე რომელსაც ვეძახით როდესაც ბავშვი ღებულობს გადაწყვეტილებას რომ ხო გადავიდეს ცალკე საცხოვრებლად უკვე ზრდასრული ან გააგრძელოს სწავლა სხვა ქვეყანაში რა ხდება ამ დროს ოჯახში ხო ეს ერთ-ერთი კიდევ ერთი დიდი ეტაპია ხომ წყვილის განვითარების და ჩვენ კულტურაში ნელ-ნელა მოიმატა ესეთი შემთხვევები მაგრამ უფრო ნაკლებად იყო ხოლმე ხო აქ ბევრი სხვადასხვა თემა შემოდის აქ არის დედაშვილის თუ მამაშვილის სიმბიოზის ჩახსნა ნელ-ნელა ჭიპლარის ჩახსნა როგორც ეძახიან ხოლმე შვილის გაშვება რომელიც მშობლებს უფრო ხშირად უჭირთ ხოლმე ვიდრე შვილებს უჭირთ წასვლა და ის ზუსტად აი დედები რო ახსენეთ ხო დედები რომლებიც მთლიანად თავს უძღვნიან შვილების აღზრდას დგება მომენტი რომ ეს დედა აღარ ჭირდება შვილს იმ დოზით რა დოზითაც ჭირდებოდა აქ არის ხოლმე ამ დედის კრიზისი როდესაც მე საჭირო აღარ ვარ და მე ხარ რა გავაკეთო ერთი რა ცდილობენ ხოლმე ერთი სცენარი არის ასეთი დედები რომ ყველანაირად შეინარჩუნონ შვილი და ფუნქცია რაღაცნაირად დაიტოვონ რაც საბოლოოდ მარცხით მთავრდება ხოლმე რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან იზრდება შვილი თუმცა შეიძლება წარმატებული ასე ვთქვათ მცდელობაც იყოს მეორე არის რომ დედა პოულობს რაღაცა ახალს იწყებს სამსახურს იწყებს საკუთარი თავის მიხედვას და რაღაცა ახალ ეტაპზე გადადის ხო როდესაც მიდის შვილი ოჯახიდან და ეს სრულწლოვანებას თანხდება ხოლმე ან ცოტა უფრო გვიან პერიოდს ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია გამოწვევებით სავსე ერთია ის საზრუნავი და საფიქრალი შვილი რომელიც შორს არის და მეორე არის ისევ ეს კოვიდის დროს რაც ახსენეთ ისევ პირისპირ რჩებიან ერთმანეთთან შვილის გარშე და ისევ თავიდან სწავლობენ და მეორე თაფლობის დროსაც ეძახიან ხოლმე ამ პერიოდს თუ შეირგო ასე ვთქვათ წყვილმა როდესაც თავისუფლდება სივრცე და თავისუფლდება დრო რომელიც ადრე შულს ეკავა ეხლა რას ვაკეთებთ მე და შენ რომ დავრჩით ისევ ერთად ხო
აქაც ხშირია ხოლმე კონფლიქტები თავიდან და გაიცნეს ადამიანი, იმიტომ რომ 30 წლის წინ სხვა ადამიანი ვიყავი, მეც, შენც, ეხლა ყველა შვილი რო წავიდა და 20 წლისები არ ვართ და რა ვიცი 60 წლის ვართ 55 წლის ვართ 50 წლისები ვართ და უფრო მშობლები ვიყავით მშობლები უფრო ვიყავით ვიდრე წყვილიც ვიყავით მაგრამ მშობლებიც ვიყავით და სივრცე ეკავათ შვილებს და ჭირდებოდა დრო რესურსი და ენერგია ჩვენი ეხლა რას ვშვებით ამდენი დროის და ენერგიის პირობებში. ანუ ისევ თავიდან ვიწყებთ, ოღონდ სხვა ესე ფაქტობრივად წყვილის განვითარებას ეს სპირალზე მოძრაობას შეიძლება შევადაროთ, რომ თითქოს ერთი და იგივე გზას გავდივართ, მაგრამ სხვა შრეზე და სხვა ხარისხით, ასე ვთქვათ რა. და აი ხარი ხომ პირველადი პიროვნების გახსენების და განახლების საჭიროება ხოლმე ზოგჯერ და ეს არის ხოლმე მე როგორ წარმატებული დაბერების და ერთად ყოფნის ერთ-ერთი წინაპირობა. და იმ შემთხვევაში თუ კი დედა ამ შემთხვევაში ხო რაღაცა თავისი როლით არის იმდენად მოცული რომ ვერ წარმოუდგენია ჩანაცვლება სხვა რაღაცის ხო ანუ იმდენად დაფიქსირდა ამ როლზე და იმდენად დიდია მასში ეს როლი დედის განსაკუთრებით თუ რაღაცნაირად პარალელურად თუნდაც იმ მშობლობის პერიოდში ვერ მოახერხა საკუთარ ოცნებებთან დაბრუნება და საკუთარი თავის პოვნა ძალიან ძიმია მისი ემოციური მდგომარეობა მე მინახავს დედები რომლებიც ანუ რაღაცა რატომ უნდა ავდგე დღეს დილას აი ამის მიღებაც კი შეუძლებელია მათთვის ხო თუ არის რაიმე ალტერნატივა მაგალითად გამიგია რომ მოყავთ სახლში რაღაცა ცხოველი აჩერე ახალ ბავშვს ხო ან სხვათა შორის ვიცნობ წყვილს რომელმაც მინდობით აღზრდა შეაიყვანა ბავშვი ანუ უკვე თავის შვილები როდესაც გახდნენ ზრდასრულები აი ეს რაღაცა შეივსო ხო ზრუნვის ნაწილი შეივსო ამ ახალი საზრუნავით ეს რამდენად უკეთესია ეს გამოსავალი ვიდრე ვთქვათ ის რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე ეს სხვა ეტაპია. მოდი ესე გიპასუხებთ ნებისმიერი რაც ადამიანებს თავს კარგად აგრძნობინებს შვიდად დაბალანსებულად და საჭიროდ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს კრიზისი აი ეს არ მithქვავს წეღან რეალურად ჩვენ ნებისმიერ ადამიანს ეს არის ძალიან ბაზისური ადამიანური მოთხოვნილება რომ ვიყოთ მოთხოვნადები ეს არის ერთ-ერთი ბაზისი ჩვენ თუ მოთხოვნადები არ ვართ სოციალური ცხოველები ვართ ადამიანებში ვცხოვრობთ ხო მე თუ მოთხოვნადი აღარ ვარ მე მიჩნდება განსა საერთოდ რა საჭირო ვარ რომ ვიყო და ეს მოთხოვნადობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა არის ხომ ერთ-ერთი მძლავრი წინაპირობა იმისა რომ დილას აი რატომ დავდგე რაც თქვით ხო და როდესაც მე ეს მოთხოვნილება დაკმაყოფილებული მაქვს მარტო ეს არ არის ცხადია მაგრამ ერთ-ერთი ბაზისური ეს არის მაშინ მე ვიცი რატომ ანუ ცხოვრების აზრისის დაკარგვა პოვნაზე არის საუბარი ამ შემთხვევაში თუ ჩემი შვილები იყო ჩემი ცხოვრების აზრისი და ეს აზრისი მეცლება კრიზისია რეალურად ეგზისტენციალური კრიზისია საზრისი უნდა ვიპოვო ახალი მე თუ პოულობ ახალ საზრისს ანუ ახალ საზრუნავს ახალი გარემო მექმნება სადაც საჭირო ვარ ცხადია მე შემიძლია ისე რაღაცა მიზანი მქონდეს და საზრისით ვიცხოვრო შესაბამისად ესე იგი პასუხებდით ნებისმიერი რაც მე თავს საჭიროდ მაგზნობინებს და საზრის მოპოვნინებს ცხოვრებაში არის სრულიად ადაპტური და ფუნქციური. ცხოველის მოყვანიდან დაწყებული მინდობაში ბავშვის აღზრდის დაყვანით დამთავრებული, იმიტომ რომ ამაზე კეთილშობილობის საქმე არის. და რა თქმა უნდა, წყვილთან შეთანხმებული ცხადია ეს არის ჩემი სურვილები არ უნდა დამოკმაყოფილო, ჩემი როლი არ ვყვებო ამით. რა თქმა უნდა და ეს არის ისევ ახალი გამოწვევა. ისევ მეწყვილესთან კომუნიკაციაში დარჩენის. კი ბატონო. აი რა არის მაინც ყველაზე ისეთი აი დაკვირვების ანალიზის პროცესში რაზე გითქვამს რომ აი ამ უნარმა მაინც ყველაზე მეტად გაამართლა წყვილში რომ აი ეს წვილი გადარჩა ზუსტად აი ამ უნარზე დაყრდნობით აი ამ უნარით მოხდა ეს უნარებით მოხდა რომ მათ შეძლეს აი ამ კრიზისის დაძლევა და რა არის ეს საბაზისო უნარები ან თუ შეიძლება რაღაცა გამოცდილებების ჩაშენება წყვილში რომ თუნდაც ისინი ერთად არ იყვნენ ხო მაგრამ წყვილთა თერაპია ზუსტად ამას გულისხმობს რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი ამ თემაზე რის გამოც თქვათ აღარ გვინდა ერთად ყოფნა ხო და არა უცებთ ის ერთად დავრჩეთ კი ცი რა ამაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ერთი ეს არის მოსმენის უნარი კომუნიკაცია ისე რქამდე კონტაქტში ყოფნის უნარი და პატიება ეს არ მიყვარს ხოლმე პატიების ამ თქმა ამ სიტყვის გამოყენება ეს არის უფრო მეტად აი compassion რაც არის რა აი
თანაგრძნობის და მასთან ყოფნის უნარი და გაგების უნარი, მეორის ტყავში შეძრომის უნარი, როდესაც მე შემიძლია ჩემი პოზიციიდან კი არ უყურო მხოლოდ იმას, რაც ჩვენ შორის ხდება, შენი პოზიციიდანაც შევხედო ამას რა. და ისევ იქამდე მივიდივართ კომუნიკაცია და ურთიერთობა, საუბარი და მოსმენა, ისევ აქამდე. ანუ და ეს ჯამდება და დადის ყოფნის უნარზე, რაც ყველაზე რთულია თანამედროვე რეალობაში, რომ რეალურად ვიყოთ მეორე ადამიანთან. მე თუ რეალურად ვარ მეორე ადამიანთან, ეს ნიშნავს, რომ შემიძლია მოვუსმინო, გავიგო და შევიგრძნო, რასაც ის მეუბნება და ჩემიც გავუზიარო. ალბათ ეს და ყოფნის უნარი იმაშიც მეხმარება, რომ თუ ვიღებთ ორნი გადაწყვეტილებას, რომ არ ვიყოთ ფიზიკურად ერთად, ესეც ამ უნარიდან მომდინარეობს ალბათ, რომ მე თუ შემიძლია რომ შენთან ვიყო ისე ავთენტურად, აი ამას დავამატებდი, ავთენტურად ყოფნის უნარი. მაშინ ჩვენ თუ ორნი ერთად ავთენტურად ვართ ერთმანეთის გვერდით, მაშინ ორივე ვიგრძნობთ, როდის უნდა ვიყოთ და როდის აღარ უნდა ვიყოთ. ხო, ყოფნის უნარი და ავთენტურობა. ცნობის მოყარეობა რამდენად აი ხო არის რომ მე ამოვწურე ეს ადამიანი, შეიძლება ბრასშიც ვარ ამ დროს. ხო, შეხედა მე თუ შემიძლია რომ ვიყო შენთან, ესე იგი ცნობის მოყარეობა კიდე მაქვს, კიდევ მაინტერესებს შენთან ყოფნა. მე თუ აღარ შემიძლია რომ შენთან ვიყო, ესე იგი ინტერესიც აღარ მაქვს. ხო, ეს არის. და მინდა რომ იმ წყვილებსაც შევეხოთ, რომლებიც ახლა კრიზისში არიან. და ჯერ ვუთხრათ რომ კრიზისი ნორმალურია. ღირებულებათა სისტემაზეც ვფიქრობდი, იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც ზოგჯერ თავარი ამბავი, რის გამოც დაიწყო ჩვენი კონფლიქტი, მას შეიძლება ისე ავწდეთ და სულ სხვა რაღაცაზე უფრო გამწვავდეს ჩვენი ურთიერთობა. ხო, ეს არ უნდა გეთქვა, ეს ჩემზე იქ არ უნდა გეთქვა. ერთ-ერთ შეხვედრაზე გაზიარეს ესეთი გამოცდილება, წყვილი შორდება და მამაკაცს ეკითხებიან, რატომ შორდები შენს პარტნიორს და ის პასუხობს, რომ არ შემეფერება ახლა ვისაუბროთ ჩემი მეუღლის უარყოფით თვისებებზე. და შემდეგი პერიოდის გავლის შემდეგ ეკითხებიან, რომ მაინც რატო დაშორდი ახლა გულწრფელად თქვაო და მან თქვა, რომ ჩვენ ის ჩემი მეუღლე აღარ არის და უხერხულია ვისაუბრო სხვა ქალის უარყოფით თვისებებზე. ხო და აი ეს ნაწილი რამდენადაც ძალიან მომეწონა, იმდენად ვიფიქრე, რომ იქნება მასთან ყოფნას გაექცა, აი მისი უარყოფით თვისებებზე ვისაუბრო, რას ნიშნავს, ანუ საერთოდ იქნებ წყვილშიც არ ვიყავი და გასული ვიყავი ამ წყვილიდან და უბრალოდ ეს ზემოდან ვიყავი, ან იქნება ეს ძალიან ძვირფასი თვისებაა, რომ მე ჩვენს ურთიერთობას ზემოდანაც შევხედო. არის შესაძლებელი მე აი ამდენად მაღლა დავდგე ჩვენს ურთიერთობაზე, რომ მე არ შევეხო მეორე ადამიანის უარყოფით თვისებებს და რაღაცნაირად ესე გამიჯნული ვიყო. ან იქნება ეს სულაც არ არის კარგი თვისება. აი ამის დანახვა მინდა უფრო კარგად. იცი რა, მოდი სხვადასხვანაირად შევხედოთ ამ სიტუაციას, თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ. გარეთ გატანა მესმის იმ ბატონის პოზიცია კორექტულობის ამბავი იყო, რომ ჩვენი შიდა რა თქმა უნდა ვისაუბრო ესე ხო მისი არჩევანია რომ ასე გასცა პასუხი თუმცა როდესაც შიგნით ვარ წყვილში უარყოფითი ასე ვთქვათ თვისებების არ დანახვა რეალურად არის ერთპოლუსზე ყოფნა და სრულად არ ყოფნა და ფაქტობრივად მოდი ცოტა ტერმინი შემოვიტან ჩემს პროექციასთან ცხოვრება და არა რეალურ ადამიანთან მე თუ ცოცხალი ადამიანი ვარ იდეალური არ ვარ ხო მე მაქვს რაღაცა ისეთი რაც შენ მოგწონს და რაღაცა რაც შენ არ მოგწონს ეს არ ნიშნავს რომ მაინდა-მაინც უარყოფითია ეს თვისება შენთვის მიუღებელი და შენც ასევე რაღაცა საკეთებ ისე რაც მე არ მომწონს და რაღაცები რაც შეიძლება მომწონდეს ხო იმისი არ დანახვა და დაიგნორება და ყურადღების მიღმა დატოვება რომ ეს არ არის მე შენ კლიენტს ვერ გხედავ ესე იგი და არ გხედა შესაბამისად მე ჩემ მენტალურ რეპრეზენტაციასთან ცხოვრობ ჩემს წარმოდგენასთან ცხოვრობ შენზე და არა რეალურ შენთან. აქედან მოდის ნახე რა მე თუ ნაწილს გიყურებ და ჩემი შექმნილი ხატი ხარ მხოლოდ და რეალობასთან არ ვარ მთლად კავშირში, რაღაცა ქცევები შენგან იქნება ჩემთვის მოულოდნელი, უცნაური, გამაბრაზებელი, დასაიგნორებელი, აგრესიის გამომწვევი და ვიჩხუბებთ. მე იქნება იმედგაცრუება, მე იქნება კიდე კონფლიქტი და
ესკალირდება ეს. ამიტომ აი გააჩნია როგორ საიდან უპასუხა მაგ ბატონმა რა. ეს პასუხი არ ნიშნავს თავისთავად სავარაუდოდ იმას, რომ მე არ ვიცი და არ ვაღიარებ, არ ვიღებ, ხო? უბრალოდ გარეთ არის საუბრო. კი ბატონო, კი ბატონო. მეც აი ამ პოზიციაზე ჯერ რამდენადაც ძალიან მომეწონა, მე რამდენად დავფიქრდი, იქნებ იქაც არისო იმ წყვილთან კონტაქტში და თვითონაც არ ქონდა მიმღებლობა თავის პარტნიორის ამ კუთხით, ხო? და ზოგჯერ თვითონ მეორე ადამიანიც ესე პოზიციონირებს, რომ მე უშეცდომო და უნაკლო ვარ და შეიძლება ესეც ვაწვდი ჩემს პარტნიორს, ჩემს თავს და რაღაცნაირად ვთამაშობთ აი ამ ჩვენი კი, შეიძლება, თუმცა აი ეტაპებზე რო ვისაუბრეთ, ხო, საწყის ეტაპზე შესაძლებელია. ვერ იქნები ყოველთვის იდეალური, როდესაც ცხოვრობ ადამიანის გვერდზე და გძინავს ადამიანის გვერდზე. მე მახსენდება ერთ-ერთი ჩემი ადრეული გამოცდილებიდან მუშაობა რო დავიწყე, ერთ-ერთი, ანუ ის იყო ინდივიდუალური თერაპიის პროცესი, არ იყო წყვილი, თუმცა ის იყო ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ არ ყავდა პარტნიორი, არ იყო ურთიერთობებში, დღეს დიდი ოჯახი ყავს, 5 შვილი და დიდი შვილები უკვე, მაგრამ მაშინ ამბობდა, რომ არ ქონდა ჯერ არც ერთი არანაირი ურთიერთობის გამოცდილება და ესეთი იდეალიზებული ხატი ქონდა საკუთარი თავის, რომ როგორ შეიძლება ჩემო ქმარმა თვა დაუვარცხნელი და მაკიაჟის გარეშე ნახოს. და რომ მეუბნეოდი, რომ როგორ უნდა მოახერხო ფიზიკურად, აბა მოდი წარმოვიდგინოთ და გავუყვეთ. დაიძინე, იღვიძებ დილას. რომელსაც და რასაკეთებ და როგორია შენი რუტინა. ციცხე გაქვს, ცუდად ხარ, ავად ხარ, იძინებ საღამოს, რა ვიცი, ბავშვი ყავს, აჭმევ, აბანავებ, ვერასწრებთ მის დავარცხნას რაღაც მომენტში და მაკიაჟის გაკეთებას. როგორ არა შეუძლებელია ეს იდეალური სახე. ხო და მე ნელ-ნელა დაიმსხვრა რა თქმა უნდა. ანუ ვერ ვიქნებით იდეალურები. ადამიანები ვართ, შესაბამისად ვერ ვიქნებით. თუ ვთამაშობთ, ზღვარი აქვს ამასაც გამოჩდება ადრე თუ გვიან რა. და ბოლოს როგორია ეს ზრდასრული წყვილი? როგორია ზრდასრული წყვილი, სადაც აი რომელიც იწყება ჯერ საკუთარი თავის მიღებით, იმიტომ რომ მე თუ ჩემს თავს არ ვიცნობ, არ ვიღებ, ვერც ვაწვდი. და ეს ძალიან რთულია მეორე ადამიანისთვის, თუ ისეთად ვაწვდი, რომელიც მეც არ მაქვს ბოლომდე გადამუშავებული. როგორი უნდა იყოს ესეთი არა იდეალური, არამედ აი ზრდასრული წყვილი. ხო, რთულია წყვილად ხო. საკუთარ თავადყოფნაც რთულია. ცირა არის მე არ მაქვს ხოლმე ილუზია, რომ ადამიანები ისე კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს, რომ აი ვიმუშავეთ ბოლომდე და მერე შევედით ურთიერთობაში და ხა იმაზე ვმუშაობთ. ზრდასრული ჩემთვის მე ამ ტერმინს იშვიათად პრინციპში არ ვიყენებ ხოლმე, არის მოზრდილი. იმიტომ რომ ჩვენ სულ ვიზდებით და სულ ვითარდებით, არ არის წერტილი, როცა თუ ვაჩერებთ განვითარებას, მაშინ უბრალოდ ვკვდებით და აღარ ვართ. შესაბამისად, აი ეს ჯანსაღი მოზრდილი წყვილი, მოდი ესე დავარქვათ, არის წყვილი, რომელიც კონტაქტშია ერთმანეთთან და როდესაც პარტნიორთან ყოფნა გაძლევს შინყოფნის განცდას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინ ყოფნის განცდა როცა გაქვს, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ხარ ავთენტური, ანუ ბუნებრივი, შენი პლუსებით, მინუსებით, დაუმუშავებელი თუ დამუშავებული სელფით, ხარ ბუნებრივი და ხარ კონტაქტში მუდმივად. ანუ ელაპარაკები ამ ადამიანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პლუს არ გავიწყდება, რომ შენ შეხარ და ის არის და ერთად ქმნით რაღაც ახალს და კიდევ ერთი რაც არის ხოლმე, რომ მე მზად ვარ შენი ტკივილის მოშუშებაზე ვიმუშაო და არა საკუთარისაზე და პირიქით. აი ეს არის რა მეორესთვის ყოფნა, იმის არ დავიწყებით, რომ მეც ვარ. და ისე ყოფნამდე მივდივართ რა. ხო, აი ეს არის და ის რომ ყოველ ჯერზე გავაკეთო ეს რეალობის გადამოწმება, რომ არ დამავიწყდეს, რომ მე დღეს მიყვარხარ და ყოველ დილას მინდა შემთან ყოფნა თავიდან და არა 20 წლის წინანდელთან. ეს არ ნიშნავს, რომ წარსულს ვივიწყებთ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ვაღიარებთ, რომ მე ვიცვლები, შენ იცვლები და ეს ჩვენს იცვლება ჩვენთან ერთად. და ამიტომ ის ურთიერთობა, რომელიც მესამე სკამზე ზის ჩვენთან ერთად, მუდმივად იცვლება და ტრანსფორმაციაში და ეს ცეცხლსაც ნელ-ნელა იმ შეშას ვუკეთებთ და არ ქრება. ყვებავთ. კი. როგორც ჩვენ მასწავლებელი ამბობდა, ურთიერთობა შრომა ჭირდება და შენარჩუნება შრომა ჭირდება.
ეს არის ჯანსაღი წყვილი, ალბათ მოზრდილი წყვილი და კიდევ ერთი მოზრდილის პოზიციიდან ვეკონტაქტებით ძირითადად ერთმანეთს. ხო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხანდახან პატარა ვიყო. ხო. იმიტომ რომ პატარა ყოფნაც ძალიან ძალიან კიდე ეს არის ის უსაფრთხოება და შინყოფნის განცდა ზუსტად, ანუ ავთენტურად, ბუნებრივად კონტაქტში ყოფნა ეს არის რა. ლილი, ვერ გელევი და მინდა რომ ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები ყოველთვის გაურბიან რეკომენდაციებს, იმიტომ რომ აღქმა სუბიექტურია და ამაზე ვთანხმდებით, რომ ხარ ასეც ვიტყვით, შეიძლება სრულიად სხვანაირად ვთარგმნო მეორე ადამიანმა, მაყურებელმა. წყვილი, რომელიც გაუცხოებულია, წყვილი, რომელიც გაურბის ერთმანეთს, წყვილი, რომელიც იუმორით არის ერთად, მაგრამ ძალიან ბევრი რამე რასაც არ ეხებიან, ან წყვილი, რომელიც კრიზისშია. რა იქნებოდა ის ძირითადი რჩევები, რომელსაც მივცემდით მას დღეს? ურთული. ხო, რჩევის მიცემარს მე მars. ერთი ის, რომ კრიზისი არ არის სამყაროს დასასრული, ეს ერთი. და მეორე, თუ არის ნება, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და რაღაცები დავალაგოთ, ეს გაკეთებადია, უბრალოდ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. და ეს მოწოდება რა თერაპიაზე მოდით, ესეთია რა, მაგრამ რეალურად ეს არის ხოლმე გამოსავალი ზოგიერთი წყვილისთვის, ყოველთვის არა, იმიტომ რომ იმ უსაფრთხო გარემოში ახერხებენ ერთმანეთის რეალურად დანახვას და დაკონტაქტებას. ეს არის რა, რჩევა თუ რეკომენდაცია, ალბათ ეს არის რა, დავინახოთ მეორე ჩვენს გვერდით და ველაპარაკოთ მას. და ძალიან ხშირად ესეთი პოზიცია, რომ ხონდა მიხვდეს, თვითონ რატო ვერ მიხვდა. აი ხო, ეს ხო, ეს ძალიან ველოდები, თითქოს პასიურად ველოდები, რომ ის დაინახავს მე რა დღეში რამდენი გავაკეთე და ასე შემდეგ და ის მეორე ადამიანი კიდევ თავისი ფიქრებით და ინტროექტებით თუ ასე შემდეგ გამოცდილებებით არის მოცული. ერთადერთი არის ეს ნაწილი ალბათ რომ მილაპარაკე რომ დაგინახოთ. კი, იმიტომ რომ ეს ძალიან სწორად შენიშნე და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მინდა რომ მიხვდე, პირდაპირ ეუბნებიან ერთმანეთს თერაპიულ პროცესშიც, რომ მინდა რომ მიხვდე და ნუ როგორ უნდა მიხვდე? ხო, ანუ მე კარგად გიცნობ, შენ არ ნიშნავს რომ მე ვიცი შენ რას ფიქრობ ყოველ ჯერზე და რას გძნობ, შენ თუ არ მითხარი, მე ვერ მოვალ შენამდე ისი ახლოს. ამიტომ ისე ვიქამდე მივიდივართ, რომ ეს მცდარი მის კომუნიკაცია არის ხოლმე ძალიან ხშირად კრიზისის ერთ-ერთი წყარო, ამიტომ ეს ლაპარაკი რომ მითხარი და გეტყვი, კონტაქტში ყოფნა არის ხოლმე გამოსავალი. და ის პოზიციაც კიდევ რომ მე თუ გითხარი, ჩემთვის აღარ არის უკვე ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განცდა აქვთ, რომ თითქოს მე დაგიკვეთე, რომ შეიძლება არ უთხრა რომ ყვავილები მომიტანე, მაგრამ ის რომ ყურადღება მეტი მინდა და მინდა რომ გრძნობდე შენს გვერდით, რომ მეც რაღაცნაირად დაცულად ვარ, ანუ საფრთხოთან ზრუნვის ობიექტი ვარ, ეს შეიძლება რომ ვთქვათ, ეს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ხო და არა პირდაპირ რომ მიყიდე ეს ვთქვათ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ანუ აქ მივდივართ ნახე სადამ ძალიან ბაზისურ რაღაცამდე, ჩემი საჭიროებები შენთან, მე რა მინდა შენგან და შენთან და მე რა მჭირდება შენთან. და რა მინდა. მე შენ კი არ გთხოვ, რომ იცი რა, ყოველდილას ცოცხალი ყვავილები უნდა დამხვდეს მაგიდაზე, არა. მე ალბათ უნდა გითხრა, რომ იცი რა, მე მჭირდება, რომ შენგან გრძნობდე, რომ შენ კიდე გახსოვა. მაგალითად რა. ანუ მე რა მჭირდება. შესაბამისად, ჩემს საჭიროების გაჟღერება არ არის ზედმეტი პასუხისმგებლობის შენზე გადმობარება და არის ჩემის გაჟღერება და შენი დავალდებულება და არ აღიქმება ამ შემთხვევაში რა. და ისე ვიქამდე მივიდივართ ველაპარაკოთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ლილი რომ დღეს გველაპარაკე. ჩვენთან იყავი და რომ გახსოვდი. ძალიან დიდი მადლობა. იხარია რომ დღეს ჩვენი ეს საუბარი შედგა და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება მსმენელისთვის. იმეც ვიტოვებ რომ კიდე გვექნება შესაძლებლობა ამ ფორმატითაც გადავიკვეთოთ და სხვა ფორმატით გავაგრძელოთ ურთიერთობა. მადლობა დიდი. მადლობა.